საგარეო მიმართულებასაც შევეხებით ჩვენ სტუმართან ერთად, რომელიც სატელეფონო ჩართვით გვიერთება პირდაპირ ეთერში პაატა დავითაია, პარტია ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე. ბატონო პაატა, მოგესალმებით და რა თქმა უნდა, მადლობა რომ გამონახეთ დრო და ხართ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით და დიდი მადლობა მოწვევისათვის. ბატონო პაატა, პირველ რიგში მინდა დაგისვათ კითხვა ელჩებთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, გქონდა თუ არა შესაძლებლობა წავიკითხე ინფორმაცია, რომ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩით დაიბარე საგარეო საქმეთა სამინისტროში, გუშინ გერმანიის ელჩი იყო დაბარებული. შეგვიფასეთ ეს პროცესი, როგორ შეიძლება ეს შეფასდეს და საგარეო ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებს აღნიშნული როგორ იმოქმედებს? ძალიან საინტერესოდ ვითარდება მოვლენები და ხელისუფლება დაადგა მოდი პირდაპირ თქვა ავტოკრატიის გზას რა, ეს ცალსახად ჩანს. როდესაც საუბარი არის ელჩზე, გერმანიის ელჩზე, თქვა დიდი ბრიტანეთის ელჩზე, ჩვენ ერთი რაღაცა გვავიწყდება, რომ უბრალოდ ჩვენ არ გვავიწყდება, ხელისუფლებას ავიწყდება, რომ ეს არ არის ცალკე მდგომი პიროვნებები, ელჩი წარმოადგენს სახელმწიფოს. როდესაც იბარებ ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში, იბარებ ამ სახელმწიფოს. ამ სახელმწიფოს წარმომადგენელს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენელს, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს. თქვენ ხედავთ იმას, რომ რა რეაქცია მოყვა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რაც დაკეთდა ელჩის მიწვევის შემდგომ. ხო, ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა საერთოდ და ეს პირდაპირ იყო თქმული, რომ იყო გერმანიის სახელმწიფოს შეურაცხყოფა, ხო? მართლაც. იმიტომ რომ ელჩი გამოხატავს სახელმწიფო პოზიციას. ჩვენ ხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს ვენის კონვენციის გამოყენებას იმ თვალსაზრისით ელჩის ჩაურევლობასთან დაკავშირებით რა, შიდა საქმეებში. მოდი ვთქვათ პირდაპირ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები რა საკითხებში ერევიან? მოდი ვთქვათ სიმართლე, ერევიან ადამიანის უფლებების საკითხებში. რაც ფუნდამენტალური ნორმა არის და რაც აღიარებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, ის თვალსაზრისით, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული. მეორე საკითხი ის, რომ არის არაერთი დეკლარაცია საერთაშორისო, რომელსაც ჩვენ ვართ მიერთებული და მესამე, ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, სადაც ეს არის გაერთიანება 27 ქვეყნის, სადაც არის ქცევის წესები გარანტირებული, თუ როგორ უნდა მოიქცე ამ გაერთიანებაში, თუ ამ ოჯახში როცა შედიხარ, თუ რა ქცევის წესებია ამ ოჯახში, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას მოვაწერეთ და თქვით, რომ ამ წესებით ვინდა ცხოვრება. ამ ოჯახში ასე ვაპირებთ ცხოვრებას ევროკავშირის გაერთიანებაში, ხო? და უცებ ჩვენ ვიძახით იმას, რომ როდესაც კარი გაგვიხეს და ამ ოჯახის წევრი უნდა გავხდეთ, უცებ გამოავინეთ ბუნება, რადგან ვიძახით, რომ ჩვენ ეს წესები მიუღებელი არის. მაშინ რატო ვისწრაფით ამისგან? მაშინ პირდაპირ თქვათ გავაკეთოთ დეკლარირება, ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არც ეს ელჩებიც დააყენებენ საკითხს. პირველ რიგში იმ თვალსაზრისით, რომ რაზეა, როცა ადამიანის უფლებებზე ვლაპარაკობ, ხედელობა ვაშინოთ მზია ამაღლობელი. ის რაც ხდება მის წინააღმდეგ, ხოსორია, ის რაც ხდება ის უფლებამოსილების განხორციელებისათვის, საზოგადოებრივი აზრის გამოხატვისათვის, ის ჯარიმები, რა ჯარიმებსაც იხენებს სახელმწიფო, ხო, რაც მიუღებელია. ის რაც ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. ეს ხო ცალსახად ჩანს, რომ იზღუდება არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც აკალიბებენ იმ ქცევის წესებს, რომელიც საფუძვლოდაც ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამიტომ იბარებენ ამას. ამ ელჩებს, რომ აი ამ უფლებებს ისინი იცავენ. თორე სხვა საკითხებში, სახელმწიფო მართვის საკითხებში ისინი არ ერევიან. თუ ქართული ოცნება იღებს დღის წესრიგში ისეთ სისტემას, რაც არის ავტოკრატული მიდგომა, ისეთ დღის წესრიგს, სადაც არის ერთი პარტია, როგორც საბჭოთა კავშირში იყო კომუნისტური პარტია, სიტყვაზე, იღებს ისეთ სისტემას, რომელიც აღწევს დემოკრატიულ წყობილებას. რა არის დემოკრატიული წყობილება? ეს არის უმრავლესობა და უმცირესობა და როდესაც უმრავლესობამ უმცირესობის აზრი უნდა გაითვალისწინოს. ხო, აი ჩერჩილმა თქვა თავის დროზე, რომ ყველაზე რთული, ყველაზე ცუდი ფორმაა მმართველობის, მაგრამ ამაზე უკეთეს საზოგადოებას არ გამოუგონია, კაცობრიობა ჯერ არ გამოუგონია. ბატონო პაატა, უმრავლესობა შეიძლება გადავიდეს დიქტატურაში. თუ შენ უმცირესობის აზრი არ გაითვალისწინებ, თუ აი ამ სქემით მივდივართ ჩვენ, მაშინ ამის დეკლარირება მოხდეს პირდაპირ.
და მაშინ არ შევოთ ამ ევროკავშირს და ვიქნებით რა ვიცი რაღაცა ევრაზიულ კავშირში ან რაღაცა რა ქვია გაერთიანებებში ისეთი სადაც არ არის წარმოდგენილი ადამიანის უფლებები, დემოკრატიული ცხოვრების ფორმები. Rodemde უნდა უყუროთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ხდება სერბეთის პრეზიდენტს ხოლმე. და ის რომ ელჩები საქართველოსი, რომელიც არიან საზღვარგარეთ, ხდებიან სხვა სახელმწიფო საელჩოების თანამშრომლებს. აზერბაიჯანის მაგალითად, ან სლოვაკეთის და სახელმწიფო მოხელეებთან არ არის სახელმწიფო წარმომადგენლებთან არ აქვს ურთიერთობა. Rodemde უნდა იყოს სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც აკეთებს მიღებას ომში და არ ეძახის საქართველოს ფლაგმანს ჩვენს რეგიონში. ხო, არ ეძახის. იმიტომ რომ ჩვენთან არის ისეთი ბევრი კითხვის ნიშნები, ხო? Rodemde შეიძლება ამის აი ზუსტად Rodemde შეიძლება ასე იყოს, ეს მთავარი კითხვა არის, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ოდნავ მოგვიანებით მოვისმენთ თქვენგან პასუხს ბატონო პაატა. უბრალოდ აი ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადება მინდა შემოგთავაზოთ ირაკლი კობახიძეს, რაც შეეხება გერმანიის ელჩის დაბარებას, ეს არის დიპლომატიური ღონისძიება ზომა, როდესაც საქართველოში მოქმედი ელჩი არღვევს უხეშად ვენის კონვენციის პრინციპებს, ასე ხდება ხოლმე მისი დაბარება. ეს არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა. თუ სურვილი ექნება საგარეო საქმეთა სამინისტროს დეტალურ კომენტარს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით. და ერთი კიდევ ბატონო პაატა, ზოგადად მინდა შეგახსენებთ, რომ ბატონი ფიშერი პირდაპირ არის ჩართული რადიკალური ოპოზიციის აქტივობებში, პირდაპირ ცდილობს ზეწოლა მოახდინოს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე, განაცხადა ირაკლი კობახიძე. ბატონი ფიშერი მართლმსაჯულებაზე როდის განახორციელა ზეწოლა გარდა იმისა, რომელიც ქალბატონ ზია ამაღლობელს ეხება და იმ სტუდენტებს და იმ ადამიანებს ეხება, ვისაც ძალადობრივი გზით უქმნიან რაღაც პრობლემებს. ხომ თქვა პირდაპირ. მართლმსაჯულებაზეა საუბარი, რომელიც მართლმსაჯულებაც უნდა იყოს ევროსტანდარტებზე, რომელზეც ევროკავშირმა და USAID-მა არაერთი თანხები დახარჯა, რომ სასამართლო ყოფილიყო დამოუკიდებელი. დამოუკიდებელი არის სასამართლო? მე მგონი არ არის დამოუკიდებელი, ხო? აქედან გამომდინარე სასახად ჩანს მზია ამაღლობელი, რომელიც რა ვიცი ხა სახაროვის პრემიიდან დაწყებული რა პრემია არ დარჩა, არ წავადგინოს იმისათვის, რაც თქვათ მის უფლებამოსილებს ეხება, ხო? აი ამიტომ ვიცახი რომ რატომ მიხავთ ამ მოგებულობ ერთი ახსნა მხოლოდ რომ არ უნდათ იყვნენ წევრი ევროკავშირის, არ უნდათ წევრი იყვნენ ცივილიზებულ სამყაროში და უნდა იყვნენ აი ესეთი სამყარო წევრები, სადაც არის ასეთი დიქტატურა და ეგეთი მოქმედებები, რომელიც კითხვაზე დამოკიდებული არის ასე ვილად ვიტყოდი გარიგებებთან და ასეთ რაღაცებზე და თქვათ სხვა მიმართულებებზე, რომელიც ძალადობრივი გზით, კანონმდებლობის ცვლილებებით ინარჩუნებენ ხელისუფლებას. ხო, ასეთი მართლა ავტოკრატიებია. ამიტომ ვიცახი, რომ ეს უდავს ხო ჩვენს უფლებამოსილებს ყველაფერს. ეს უქმნის საფრთხეს ყველაფერს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს დასკვნები, რომ არ შეიძლება ბრძოლა მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან. დააკვირდით ეხლა უკვე, აი სად ვართ ჩვენ? ევროკავშირთან საბრძოლო რეჟიმში, მოდი ასე ვთქვათ, ხო, დიპლომატიურზე, ხო? საბრძოლო რეჟიმში ვართ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, შეერთებულ შტატებთან, ხო? ჩინეთში, როდესაც იძახიან ჩინეთი, იყო სამხედრო არმიის დღე და რა ვიცი, ყველა ჩვენი მეზობელი მოიწვიეს და ჩვენ, როგორც საქართველოს ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი მოწვეული არ ვიყავით. ხო, არც იქაო ვართ, ხო? არის ლაპარაკობ ჩინეთის ახორციელებს ინვესტიციას ანაკლიის სპორტში $1 არაა განხორციელებული ანაკლიის სპორტში ინვესტიცია. სადა ვართ ჩვენ? რუსეთთან ვართ, რომელთანაც თქვა ტერიტორიები წაგვართ, თუ იმათანაც არა ვართ, რუსეთთანაც არა ვართ. რუსეთთან რო იყო ტერიტორიულობასაც დაგებრუნებდნენ, ხო სიტყვაზე. აი სადა ვართ, ხო? აი მახსენდება რა ქვია, ერთი როლებში რო არც აქ მიმიღონ, არც იქანე მიმიღონ, არც აქანე რა ვქნა ეხლა მე. აი ეს დღეში ვარ და თქვენი შეფასებით სად ვართ ბატონო პაატა და ასევე აქვე გკითხავთ, ანუ თქვენვე დასვით ეს კითხვა, Rodemde უნდა იყოსო, ასე საერთაშორისო პარტნიორებთან მე არ ვიცი ზუსტად როგორ ვთქვა, ანუ დაპაუზებული თუ შენელებული ურთიერთობები რაც არის დღეს. აი Rodemde შეიძლება იყოს და მთავარი როგორ შეიძლება მართლაც გადაიტვირთოს ეს ურთიერთობები და სხვა დონეზე გადავიდეს. ჩვენ ახლა ვართ სირაქლემას პოზაში. სადავართ და თავი ჩავყავით ქვიშაში და ჩვენ სიკვდილი ვახდება არ გვაინტერესებს საერთოდ. ჩვენ თავი გვაინტერესებს და всё. აი ეს არის ეს ჩვენი მდგომარეობა და რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორთან მოგვარებას, აი
ერთი წუთის საქმეა, პირდაპირ მინდა გითხრათ. ერთი წუთის საქმეა ამ სიტუაციის მოგვარება. ეს არის დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმა. და დამთავრდება ყველაფერი და დაბრუნდება საქართველოს თავის დღის წესრიგს დაუბრუნდება, იმიტომ რომ მართლაც საწყენია, აი ნახეთ რეგიონში რა ხდება, ხო? რეგიონში აზერბაიჯანი, სომხეთი, რა ვიცი, აი ყველა გლობალურ თამაშია და ჩვენ ვართ აი სირაკლემის პოზაში უბრალოდ არაფერი არ გვაინტერესებს გარდა იმისა, შიგნით რა ხდება, ვინ რა თქვა, ვინ დაიჭრა, ვინ ვის მოპავა ფული, რატო არ მოპავა, ვის რამდენი გაუყო, იმდენი ჭორები ვრცელდება და იმდენი უბედურებები ვრცელდება, აი იმ დღის წესრიგებს ქმნია, რომელიც გვაშორებს ამ ყველაფერს, მაგრამ საზოგადოების გვალიც არის პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებას უყურებს ამას ყველაფერს რა. და თქვათ ის რეაქცია, რა რეაქციაც უნდა ქონდეს გლობალურ პრობლემებზე, რაც ქვეყანა დგას. ეხლა ნორმალური არის 90 დეპუტატი რვა პარლამენტში. არ არის 99, ხო? არ არის ნორმალური, ხო სწორია? 100 იყოს, არ არის ნორმალური, არა დაკომპლექტებული პარლამენტი, არა ოპოზიცია პარლამენტში. არ არის ნორმალური, როდესაც არ არის ნორმალური, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებში 63-ვე რაიონი გინდა მოიგო, ხო? არ არის ეს ნორმალური. ეს იყო კომუნისტური პარტიის დროს. როდესაც ყველგან უნდა იყოს პარტიის წევრი, სხვა არ შეიძლება იყოს. ეს არ არის ნორმალური. ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს. გითხარით, როგორ აფასებთ ამ პროცესს? და აქ რა თქმა უნდა მაქვს მხედველობაში ისიც ბატონო პაატა რომ ნაწილი ოპოზიციის ღებულობს მონაწილეობას, ნაწილი ბოიკოტის რეჟიმს ინარჩუნებს. ეს უკვე ოპოზიციის პრობლემაა, იმიტომ მეც ვანგეთ არჩევნებში აღებულობ მონაწილეობას ვარ ვთქვი, მაგრამ როგორი ბოიკოტის პრობლემაა. ჩემი პოზიცია იყო ძალიან მარტივი. ან ყველა მივიდივართ არჩევნებში, ან არავინ არ მიდის. სხვა შემთხვევაში არის ხელისუფლების სისკუზე წყლის დასმა. მარტივია რა. ან ყველა ერთიანი კანდიდატიც და თბილისი მოგებული იყო, ბათუმი მოგებული იყო, ქუთაისი მოგებული იყო, ხო, ზუგდიდი მოგებული იყო. ერთიანი, ან არავინ არ მიდის. ის რაც ეხლა რა გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ მოგებული იყო? ისი თქმის ერთიანობას. დღეს საზოგადოების დაკვეთა არის ერთიანობა. რატო იმარჯვებს ქართული ოცნება? იმიტომ რომ ხალხი არ ხედავს ძალას. ის ხედავს ძალას ქართულ ოცნებაში, ეს რა ძალაზეა ლაპარაკობს ხალხში, საუბარია სახელმწიფო რესურსი, ძალოვნები და ბევრი რაღაც სხვა ფაქტორები, ფინანსები. ამას უნდა დაუპირისპირდე, შენ ერთიანობის სხვანაირად ვერ დაუპირისპირდებით. არ არსებობს პოლიტიკური პარტია ცალკე მდგომი, რომელიც ჩაანაცვლებს ხელისუფლებას. არ არსებობს ეს. ქართულმა ოცნებას თავის დროზე გაერთიანებით ჩაანაცვლა ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალურმა მოძრაობამ გაერთიანებით ჩაანაცვლა ედუარდ შევარდნაძე. ზოგადად ეს ერთი პარტია ცალკე მდგომი აქვს ვერ იზამს. გამორიცხული ამბავი არის ეს. არა აქვს ის რესურსი ერთ პარტიას, რომ მთელი სახელმწიფო სტრუქტურება დააკმაყოფილა. არა აქვს ეს რესურსი. და ამ ყველაფერს რომ ისმენს ამომრჩეველი ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი. აი თქვენც ამბობთ და ხშირად ჩემი რესპონდენტები ამბობენ, რომ იყო საჭირო გაერთიანება, სხვა შემთხვევაში წარმატების მიღწევა ძალიან რთულია. ამას რომ ისმენს საზოგადოების ის ნაწილი, რომელზედაც მქონდა ეხლა საუბარი, ოპოზიციად განწყობილი. რა უნდა ქნას, ანუ იცის მან რა უნდა ქნას, როდესაც ამ ტიპის განცხადებებს ისმენს. უყურეთ, როგორი თემაა, პოლიტიკური კულტურის თემა არის ეს ყველაფერი რა. 2022 წელს უცოცხლე გამოვიდა ინიციატივით, რომ გავაერთიანოთ ყველა მეთქი პლატფორმად შევთავაზე ყველაფერი, რომ სხვანაირად ვერ მოუგებ ამ ხელისუფლებას. იყო პოლიტიკური ძალები, რომელსაც სვამდენ კითხვებს იძახოდნენ, რომ აი აქ ჩვენ ალცალკე გავალთ ჩვენი პარტიული იდენტობით და იქ პარლამენტში გავერთიანდებით, არ უნდა საზოგადოებას იქ სადღაც მომავალში გაერთიანება. მას ეხლა წედება გამარჯვება და ამაში თელ მათემატიკურ ფორმულებს ხატავდნენ რა ამ ემართულებით, რომ როგორ იგებდნენ არჩევნებს და რა ვიცი, თელი ამბები, ხო? ნახეთ შედეგი, მე მაშინაც უწინასწარ მეთქვა, აი ივანიშვილს დარჩა რა ქვია 64 დღე მოსკოვში გაქცევამდე, დარჩა 61 დღე. მე ვიძახოდი მაშინ ავაკეთე განცხადება, დაგცეთ 64 დღე პატიმრობამდე. და ეს პატიმრობის ისეგე. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლა არის. და ამ ბრძოლაში შენ როდესაც ატყუებ ამომრჩეველს, ამომრჩეველი არ ტყუდება. ამომრჩეველი დაკვეთა, ეხლა იძახე და ვინც გინდა ერთიანობა. ზოგადად ეს მიდგომები აი არჩევნების დღეს და არა მერე. იქ მერე იბადება კითხვები თუ რატომ? რატო იხარჯებოდა თანხები ამაში? არაერთიანობაში. ისი თანხები იყო ეს ყველაფერი. და ეს კითხვის ნიშნებია ყველაფერი რა.
და ამ ტიპის პასუხები როცა მე მაგ ყოველთვის პაზე პასუხი რა, მაგრამ თემა სხვა რაღაცაშია, რომ საზოგადოების დაკვეთას, როცა პოლიტიკოსი არ ასრულებს, თან უნდა დაანებოს რა პოლიტიკას. კი ბატონო, შესაბამისად თქვენ მიიღებთ მონაწილეობას როგორც ამომრჩეველი? არა, მე როგორც ამომრჩეველი არ მივიღებ, ამიტომ თქვით და რატომაც, რომ ჩემი პოზიცია იყო ძალიან მარტივი. ან ყველა, ან არა. დღეს ან ყველა ბოიკოტში. დღეს რადგან ტაქსაქსულია, პირდაპირ ვიძახი, რომ ყველა უბანს მოიგებს ქართული ოცნები. ძალიან მარტივად. კი ბატონო, ლელოს ერთ-ერთი წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ არ მისვლით ქართული ოცნების წისქვილზე დაასხამთ წყალს. ასეთი ზღაპრები მე მესმის კომუნისტური პარტიის როდენ არ მისვლით და შეხმას არაფერიც ბატონო. ზუსტად იმ ლელოს მონაწილეობით გაკეთდა ლეგიტიმაცია. არ შეიძლება ლეგიტიმაცია არ იყოს არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური პრეზიდენტი და არალეგიტიმური პრეზიდენტი დანიშნულ არჩევნებში მიდიოდი არჩევნებში, ხო? თავად ლოგიკა ხო უნდა კონდეს, აკალბატო სამონტაჟოს მაგას ურჩევ. ლოგიკას მიყოდეს სწორდღით წესრიგს და არა თქვა ის როცა გაწყობს. პარტივია რა ძალიან. ანუ თქვენც ფიქრობთ, რომ არჩევნებში მონაწილეობით ლეგიტიმაციის საკითხი ანუ ლეგიტიმაცია ხდება ხელისუფლების? როგორც ოპოზიცია არჩევნების ლეგიტიმაცია ხელისუფლების ამ არჩევნებში ხდება, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული ბარიერგადასული პარტიებიდან 2 მილის არჩევნებში და იმის გარდა ბარიერი 7 პარტია მილის კიდე ლეგიტიმაცია რა თქმა უნდა არის. ამიტომ ვიძახოთ, რომ ან ერთიანი, ან არა. კი ბატონო, და უნდა გკითხოთ, ანუ მთავარი მიზეზი მაინც რა იყო? რომ ეს ერთიანობა ვერ შედგა? ნუ არა, ბევრი მიზეზებია, ამბიციები, პოლიტიკური ბუღალტერია, ყველა ქალაქის მერია, ყველა თავისი არჩევნები უნდა, მე სამაკ შენის არა გაქვს, პოლიტიკური ვაჭრობა, მე რამდენად რთული ვაკ, რამდენად ტელევიზია მაქვს, ჩემს ბრძანება უნდა შეასრულო, დაბალი პოლიტიკური კულტურა და ბრძოლა მეორე ადგილისათვის და არა ხელისუფლების შეცვლილება. კი ბატონო, ჩვენი სასაუბრო დრო იწურება ბატონო პაატა. როგორი პოლიტიკური ოქტომბერი ელის ქვეყანას? ნუ ცხელი ოქტომბერი არის, მოდი თქვა პირდაპირ და აქაც სამწუხაროდ ერთიანობასაც არ ვხედავ, ამიტომ ძალიან ემიჩის კომენტარების გაკეთება, მაგრამ ჩვენ მე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, თუ ხელისუფლებამ დაასკვნები არ გააკეთა თავის მმართველობასთან დაკავშირებით, თუ არ შეცვალა რაღაცეები, ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ჩვენი ქვეყნისათვის. მიშალობა არ აქვს მე პოლიტიკაში, რომელი პოლიტიკური ძალა იქნება ხელისუფლებაში რა, ქვეყანა დაზიანდება და ჩვენ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ. ყველა ჩვენი მეზობლები იარაღდებიან და ბიუჯეტებს ზრდიან და ემზადებიან თავდასაცვალად რა, ვისგან იცავენ თავს და ეს სხვა უკვე დიდი თემაა, მაგრამ ყველა და ჩვენ სადღაც ვართ იმაში კიდევ ხო ლაპარაკობ ცირაკლემის პოზიციაში, რაც კიდევ ხო ნახაზი გავს და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას და ყველაფერს. ცუდად დამთავრებაში რას გულისხმობთ? ყველაფერს გულისხმობ. დემოკრატიის დამთავრებას გულისხმობ, ტერიტორიული შენობის პრობლემებს გულისხმობ, ფინანსურ პრობლემებს გულისხმობ, ეკონომიკურ პრობლემებს გულისხმობ. ყველაფერს გულისხმობ ამ მიმართულებით. ტერიტორიულ მთლიანობაში, ანუ ეგ ნაწილი რომ განგვიმარტოთ. ტერიტორიულ მთლიანობაში რა, ეხლა თუ რო დაიწყო ბორდერიზაცია და რო დაიწყო ტერიტორიების რაღაც სხვა საკითხების გაკეთება, მეორე მიერთება ანექსია რო დაიწყო ჩინვალის და სოხუმის რუსებმა და მიერთდა ფედერაცია და რას ვაკეთებთ? აი რას ვაკეთებთ? პარტნიორები არ ყავს. რას ვაკეთებთ? სირიიდან იწყება გემის სვლა სოხუმში. სირიის პრეზიდენტი, რომელსაც ამერიკა ზებულობს და სირიის პრეზიდენტმა არ წაიღო ჩვენი აღიარება. რატომ? იმიტომ რომ არ გვაქვს ურთიერთობა. როდესაც არაღიარების პოლიტიკა იყო, ვატიკანიდან დაწყებული სად არ ვიყავით ჩართული, ხო? რა ქვია მაგას, ვატიკანი ლათინოამერიკული ქვეყნები აღიარებდნენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. თავის დროზე, ეხლა შემიძლია ამაზე ვლაპარაკი, სართული ვიყავი ამ მეც და ბატონი გრიგოლ ლაშაძეც ამ მიმართულებით. ასწავლები გაკეთდა მაშინ რომ ლათინოამერიკულ ქვეყნებს არ ეღიარებინათ აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა, ხო? დღეს იგივე ამერიკის ჩართვა იყო ძალიან დიდი ამ მიმართულებით. კუბა იმანვე არ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. დღეს რა ხდება სირია, რომელსაც სანქციები მოიხსნა, სადაც საერთაშორისო ურთიერთობები დამყარდა, სირიიდან გემი იწყებს სოხუმის სიარულს და ჩვენ საგარეოს განცხადება მოვისმინეთ მაგ თემაზე? რამე განცხადება ვინმეს მოვისმინეთ?
არავის. დაიწყებს ახლა სირიდან მისია რუსიკა, თამთუდან იმაში რა ქვია, ბახუმში. კი ბატონო და ბოლო ჩემი შეკითხვა იქნება ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით არა ერთი შეფასება მოვისმინეთ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპაში საქართველოს უკვე დავკარგეთ ადამიანის უფლებები და ევროპული ხასიათის სახელმწიფოებრივი მოწყობა იქ მხოლოდ უარესდება ევროპა ვერ მისცემს თავს უფლებას მოლდოვაც დაკარგოს. რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს განცხადება ვინაიდან მოდი ასე ვთქვა ზელენსკიმ საქართველოში არსებული ვითარება გამოიყენა თავისთვის. სუპერ პოლიტიკოსის მოქმედება არის თავისი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. რა კრიტიკა უნდა გავაკეთო? მე გითხრათ მესიამოვნებია არ მესიამოვნა. მაგრამ მან თავისი სახელმწიფო ინტერესებისთვის გამოიყენა საქართველოს მაგალითი. ხო? ყველა მოქმედება თავისი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვის ინტერესებიდან მოქმედებთ? კუჩის? ეგ არის ჩვენ ინტერესი. ო დააკვირდით რა ხდება. გამოდის რომ ჩვენ გვაქვს კუჩის ინტერესი, იმათ სახელმწიფო ინტერესია. აი ეს არის განსხვავება რა, როცა დაუბრუნდებით სახელმწიფო ინტერესებს და სახელმწიფო დავაყენებ წინ, აი მაშინ უკვე შეგვიძლია ზელენსკის კრიტიკას და ყველაფერს. აი ხა დღეს რა უნდა ველაპარაკო? არ მესიამოვნა პირდაპირ ვიძახი. ახლა ის იყენებს იმ რეალობას, რაც აქ არის. თავის ინტერესებს. კი ბატონო და ძალიან მოკლედ მიპასუხეთ საუბარში მითხარით რომ 9 ოქტომბერი ელისო ქვეყანას აქ რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ რომ 9 ოქტომბერია მოსალოდნელი? ეხა მე ჩემი ვერსიები რო გითხრათ თქვენ, რასაც მე გულისხმობ, ჩვენ ერთ-ერთი დაიძაბება ძალიან. კიდევ ერთხელ მე შემიძლია გითხრათ რომ ნებისმიერი აი ძალიან მოკლედ ვიტყვი რა, ნებისმიერი დაძაბულობა ნებისმიერი ქვეყანაში დაძაბულობა ყოველთვის სარგებლობს ჩვენი მეზობელი ქვეყანა ოკუპანტი. აიღეთ ნებისმიერი ვითარება, რასაც შიდა პოლიტიკური ჯახი იყო საქართველოში, ყოველთვის ტარდებოდა რაღაც მძიმეთი ჩვენთვის. ჩვენი მეზობლის მხრიდან. აი ეს არის ცალსახად. ამიტომ ძალიან დიდ ზღვარზე ვართ რაღაც სიტუაციების, ძალიან განწვერზე დავდივართ რასაც ქვია ამ მიმართულებით. და ძალიან ფრთხილად უნდა გავიაროთ ეს ყველაფერი. ყველა მამაზე აქცენტი უნდა აიღოს ოპოზიციამაც და ხელისუფლებამაც. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვლაპარაკობ, ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება მოხდეს ნებისმიერი მიმართულებით. კი ბატონო, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს.